ხშირად გქონიათ შემთხვევა, როდესაც პარტნიორი უარს გეუბნებათ კოცნაზე. და ეს არის იმ მოტივით, რომ ქალს არ სურს ან მეორე პარტნიორს, მამაკაცს არ სურს გაგრძელება. თქვენ გონიათ მას აღარ უყარხართ ძველებურად, თქვენ ძველებურად მისთვის არ ხართ სასურველი, ან მას მობეზრდით და გაუქრა სიყვარულის გრძნობა, აი აქ შეიძლება თქვენ ცდებით. იმიტომ რომ ეს შეიძლება სულაც არ იყოს მიზეზი. მიზეზი შეიძლება იყოს სუფთა სამედიცინო. მაგალითად, თქვენს პარტნიორს შეიძლება გადატანილი ქირურგიული ოპერაციის გამო ან Subscribe, share, comment, like. გამო ნაკლებად გამოიყოფა ორგანიზმში ჰორმონები, როგორიც არის დოფამინი, კორტიზოლი და ასე შემდეგ. შესაბამისად, ჰორმონი, ტესტოსტერონი, უამრავი ჰორმონი გამოიყოფა ადამიანის ორგანიზმში. შესაბამისად, მას უქვეითდება ლტოლვა. მისი ორგანიზმი არ არის მზად იმ თავარისთვის, რასაც ქვია კონტაქტი ფიზიკური. შეიძლება ეს მისთვის მტკივნეულიც იყოს. რა პროცესები მიმდინარეობს ამ დროს განსაკუთრებით ქალში? მას უჩნდება დამნაშავის გრძნობის განცდა, რომ აი ის და აი აქ მამაკაცმა, ჩემო ამა ქვეყნისა ძლიერნო, თქვენ უნდა დაფიქრდეთ და მას პირიქით არ უნდა გაუძლიეროთ ეს განცდა. არამედ უნდა დაეხმაროთ, რომ აი დაუყვავოთ და მაინც საძინებელში არ კითხოთ ეს სხვა რამეში ხო არ არის პრობლემა. ეს როგორც მოგახსენეთ, თუ სამედიცინო პრობლემაა, მედიცინა მასთან ბრძოლას ბრწყინვალედ ართმევს თავს. არის ასეთი ექიმების კატეგორია გინეკოლოგ, ენდოკრინოლოგი, რომელიც შეისწავლის ამ სიტუაციას და ხელოვნურად დაუნიშნავს, ხელოვნურად მისაღებ იმ ჰორმონებს, რაც ასე აკლია თქვენს პარტნიორს. თქვენი შვიდი დამოკიდებულება, თქვენი დამოკიდებულება მისადმი, რომ ეს მარტო მისი პრობლემა კი არ არის, ეს თქვენი პრობლემაც არის, მასში გამოიწვევს საოცარ სიმშვიდეს და მოეხსნება ნელ-ნელა ის სტრესი და ის ეგრეთ წოდებული დამნაშავის გრძნობის განცდა. საერთოდ კოცნის ფენომენზეც მინდა გითხრათ ორიოდეს სიტყვა. კოცნა ეს არის აი სამედიცინო მიმართულებით რო გითხრათ, საოცარი ფენომენი. ჯერ ერთი უამრავი ნერვული დაბოლოება გამოდის ტუჩებზე და კოცნის დროს ხდება აი ამ ნერვიული დაბოლოებების მიერ იწოდება ტვინის მიმართ სხვადასხვა ინფორმაციების, რის შედეგად ხდება სიზარღვების გაფართოება, ნერწყვის ხშირი გამოყოფა, რომელიც კბილის ღრუს დეზინფექციას აქცევს და რაც მთავარია, წყვილები ერთმანეთს უზიარებენ იმ სხვადასხვა ბაქტერიებს, რაც მათ აქვთ, რაც თავისთავად ჯანმრთელობისთვის, იმუნური სისტემისთვის არის ძალიან კარგი. და ამის გარდა უწყობს ხელს დოფამინის წარმოშობას, რომელიც ამ პროცესს ხდის სასიამოვნოს. თუმცა კოცნა არ არის პანაცეა. სხვათა შორის, რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს და არ უნდა გაიგკვირდეთ, ცხოველებიც კოცნიან ერთმანეთს.
მათი კოცნა შეიძლება განსხვავებული შინაარსის მატარებელი იყოს, მაგრამ კიდურე შემთხვევაში შიმპანზეებს ეს ეხერხება და არიან კიდევ სხვა ძაღლები რო ერთმანეთს დედალ-მამალი ლოკავს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ კაცობრიობის რაც დედამიწაზე ადამიანი ცხოვრობს, მისი 52%-ისთვის საერთოდ მიუღებელია კოცნა. მათ სხვა რაღაცეები აქვთ და ისინი საერთოდ არ ხმარობენ აი ამ ესთეტიკურ ფენომენს, მე ასე ვიტყოდი, რასაც ქვია კოცნა. ამიტომ შევხვდით ამ პრობლემას მშვიდად, იყავით ემპათიურები და რაც მთავარია, დაეხმარეთ თქვენს პარტნიორს, რათა ის გახდეს გულახდილი და თქვენთან მოყვეს ეს ფაქტი, რატომაც არის და შემდეგ თქვენ ერთად წახვიდეთ ექიმთან, რომელსაც ქვია გინეკოლოგ ენდოკრინოლოგი და მიიღოთ ხელოვნურად, მიაღებინოთ მას, უყიდოთ ის პრეპარატები, რომელიც იმ ჰორმონების დანაკლის მას შეუხსებს და პრობლემა მოიხსნება თავისთავად. რატომ არის ახლა ეს საჭირო? მოცლილი კი არა ვარ. აი თუ ის არ ხდება, რაც მე ახლა ფინალში გითხარით. ჩნდება აგრესია, განსაკუთრებით მამაკაცებში და აი შეურაცხყოფები და თანაცხოვრება ხდება აუტანელი, მუდმივად იღრინებიან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი თუ გინდათ ეს თავიდან ავიცილოთ, უნდა გავაკეთოთ და უნდა მოვიქცეთ ასე. დღეს სულ ეს იყო, ჯანმრთელობას გისურვებთ, წარმატებებს გისურვებთ პირად ცხოვრებაში და რაც მთავარია, იყავით ბედნიერნი იმით, რასაც ქვია ფიზიკური სიახლოვე, კოცნა და სხვა რამეებიც. სულ კარგად იყავით, დღეს სულ ეს იყო, მორჩა.